დღეს გიორგის უყიდე 50 ლარის პროდუქცია და ახლა ნახოთ მოეწონება თუ არა. Რაღაც კარგი სუნები მცემს და იმედი მაქვს რომ მომეწონება და თუ მომეწონება ქრისტი ხალხი გამოგვიწერს. ამიტომ ღმერთმა არქნას რომ არ მოგეწონა. ხო, აუცილებლად გამოგვიწერეთ. დავიწყოთ. პირველი ჩამოსაცმელი ლიმონათი. შენ რო გიყვარს? როგორ გადმიდიხარ რა ქრისტი? თქმა უნდა, გიორგი. ეს კარგია. მეორე ქილის ლიმონათი, გიო. ქილის მერტე ჩემო. გულით, სულით ავარჩიე. პირველად კარგი რაღაცები იყიდე, ეს პირველად. მესამე გაუფილტრავი ლიმონათი. აი გულში ზიხარ რა. ახლა გავაგრძელოთ, აი შენ რო გიყვარს, გიორგი. თევზი. ეს ის თევზია. თევზი. ამ თევზზე მე გიждები ქრისტი. ყვილად რო არ დახარჯო ფული, ეგეთ შეგძლებია, ხო? აი ეს არის ადეკვატური ფულის დახარჯვა. გავაგრძელეთ. მე არ ხარ და უაზროთ ფულს. სუნი გამოუშვა, წამოვიდა შენ. მოვიდა. აი ეგრე. შემდეგი არის პური. შავი პური ხალხო. როგორ უხდება? ყველი. შებოლილი. თან როგორი გიყვარს? ესეთი გამომშრალი. აი ეს საჩვენის მაღაზიებში ყველი იყიდება, ის არ მომწონს ხოლმე შებოლილი. აი ეს ერთადერთი ყველი არ ვიცი. აი ესეთი მოწონს მარტო ხალხო. არ ვიცი ვირა წარმოებს, მაგრამ ძალიან გემრიელია. შემდეგი გიორგი. აი ესეთი კალბასები პატარა. ეხლა უკვე იტყუები რაღაცას, იმიტომ რომ ეს ძეხვი მე კი არ მიყვარს, შენ გიყვარს. ვაიმე, მე მეგონა შენ გიყვარდა. მე მეგონა რომ გიორგის უყვარდა. აი, ძაგ შენთვის ხო არ იყიდე ეს რამე? არა. შენთვის ხო არ იყიდე რამე? არა, რას ამბობ? ღმერთმა არქნას თითი დააკარო აქ რამეს. ეხა ეს მეც და შენც გიყვარს და ყველას უყვარს. დაიცა. ორი ცალი რატოა? ორი ცალი იმიტოა, რომ ერთი შენ, ერთი მე. შენ რატო ქრისტი შეცხო ჩემია ყველაფერი და შენ რატო? მე ერთი ჭიქა არ მეკუთვნის. არა, რა გეკუთვნის ქრისტინე, ანუ თუ მე, ესე იგი მე და რა შენ. შენი ცოლი არ ვარ მე. მიყვარ ხარ, მაგრამ ესე ძალიანაც არა რომ დაგითმოლო. როგორ ბიჭო? არაფერი, ვიხუმრე. და საბოლოო, კალმარი. აი ძალიან უყვარს გიორგის კალმარი. მე არ კალმარი მიყვარს. კომენტარებში დაწვეთ, ვის გიყვარს კალმარი. აი, შეაქეთ ქრისტი, შეაქეთ, ნამდვილად და ეხლა იმსახურებ. ეს არის მამაკაცის საუკეთესო საყიდლები რა, მამაკაცისთვის. საუკეთესო. ეხლა თუ გალბატონებსაც უყვართ, მაგათვისაც საუკეთესო იქნება. ეს შეიძლება რა.